შენ შეიძლება ბევრჯერ იმეორებ აფერმაციებს, ვიზუალიზაციას, მედიტაციებს, სახალ მიზნებს და ცდილობ შენი ძველი რწმენებისა და წარმოდგენების შეცვლას, მაგრამ თუ შენი სხეული ისევ აგრძელებს ცხოვრებას განგაშის რეჟიმში, არაფერი იცვლება. და აი რატომ? ჩვენი მდგომარეობა იქმნება არა ფიქრებით, არამედ იმით, თუ რა ხდება ჩვენი სულის სიღრმეში, ნერვულ სისტემაში. ის პირველი წყვეტს, თუ ვინ ხარ ახლა სინამდვილეში. ადამიანი, რომელსაც შეუძლია შექმნას, თუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ უნდა გადარჩეს. თუ სხეული გრძნობს თუნდაც მცირე საფრთხეს, ტვინი ავტომატურად კეტავს შემოქმედებასთან, ნდობასთან და ჰაეროვნებასთან ხელმისაწვდომობას. შენ დაძაბულობის რეჟიმში იწყებ ცხოვრებას, თუნდაც გარეგნულად ყველაფერი კარგად გამოიყურებოდეს. სწორედ ამიტომ არის ასეთი დღეები. ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ შინაგანად თითქოს დაბლოკილი ხარ. ფიქრები მოდიან, სუნთქვა გიჭირს, სხეული შეკუმშულია და ისევ იმავე ადგილას აღმოჩნდები, რომლის შეცვლასაც ცდილობ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ საკმარისად არ ცდილობ, არამედ იმიტომ, რომ შენი ნერვული სისტემა გადასცემს სამყაროს სრულიად განსხვავებულ სიგნალს. მე უსაფრთხოდ არ ვარ. და სანამ ის ზუსტად ასე ცხოვრობს, არანაირი პრაქტიკა არ იმუშავებს. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ნერვული სისტემა რეაგირებს არა რეალობაზე, არამედ ამ რეალობის აღქმასა და შენ შინაგან შეგრძნებებზე. შენ შეგიძლია სახლში იჯდე ჩუმად, არავინ გაწუხებდეს, გარეგნულადაც სიმშვიდე იყოს, მაგრამ თითქოს არსაიდან შინაგანი შფოთვა გიპყრობს გულში. სიცარიელეს გრძნობ, სუნთქვა მოკლე და სწრაფია და შენ თვითონაც ვერ ხვდები რატომ. ეს არ არის ემოციის და არც შენი ხასიათის ბრალი. ეს არის სხეულის გამოძახილი, რომელიც უსაფრთხოების ისევ ძველი კანონზომიერებით ცხოვრობს. ის დიდი ხანია საფრთხის რეჟიმშია, რადგან მიჩვეულია და ელოდება დარტყმებს. მიეჩვია ყველაფრის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებას, რადგან ოდესღაც სხვაგვარად შეუძლებელი იყო. და ახლაც სხეული აკეთებს იმას, რაც საუკეთესოდ გამოსდის. ის გიცავს მაშინაც კი, როცა დაცვა აღარ არის საჭირო. სწორედ აქედან მოდის ეს უცნაური მდგომარეობა. შენ დგამ ნაბიჯებს, მაგრამ თითქოს შინაგანად რაღაც გამოხრუჭებს. გსურს ცვლილებები, მაგრამ სხეული გეკუმშება. გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია, მაგრამ თითქოს უხილავი კედელი გიდგას წინ. ფიქრები თავისით მიქრიან, თითქოს ვიღაცამ აჩქარების ღილაკს დააჭირა ხელი. ღამით კი, სანამ დაძინებას ცდილობ, შენი გონება ერთსა და იმავე სცენარებს ატრიალებს. ეს არა იმიტომ, რომ სუსტი ხარ და არ შეგიძლია იცხოვრო უფრო მარტივად, არამედ იმიტომ, რომ სხეული ფიქრობს, თითქოს დაძაბულობა უკეთესად დაგიცავს. მაგრამ კარგი ამბავიც არის. სხეული სწავლობს და მას შეუძლია საკუთარი თავის გადამზადება და გონებაზე ბევრად უფრო სწრაფადაც. ის როგორც კი იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ყველაფერი იცვლება. აზრების სისწრაფე, რეაქციები, გადაწყვეტილებები და სამყაროს აღქმაც კი. ეს არის ის, რასაც თითქმის ვერავინ ამჩნევს. ჩვენ გვჯერა, რომ
თავისუფლებიდან გამომდინარე მოქმედებთ და გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ, იმიტომ რომ ასე გვინდა, რომ ფიქრებიც ვართ თვითონ ჩვენ და ჩვენი ცხოვრება იცვლება დისციპლინით, ნების ძალით, ვიზუალიზაციითა და გეგმებით. მაგრამ ჭეშმარიტება სინამდვილეში სულ სხვაა. უმეტესად ცხოვრობ არა არჩევანით, არამედ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელშიც შენი სხეულია ჩარჩენილი. ეს იმიტომ, რომ ნერვული სისტემა აკეთებს ერთ რამეს ძალიან მკაცრად და თანმიმდევრულად. ის აღადგენს იმ რეალობას, რომელსაც მიჩვეულია. თუ შიგნით დაძაბულობაა, ცხოვრება იწყებს სვლას დაძაბულობის სცენარით. თუ სხეული ცხოვრობს საფრთხის მოლოდინში, სამყაროც იწყებს საშიშად გამოჩენას. თუ ჩვეულებრივი ფონი კონტროლი და შფოთვაა, მაშინ ყოველი სიახლე საფრთხედ აღიქმება, თუნდაც ეს კარგი იყოს. გასაკვირია და ეს ჩვენს ყველაზე მარტივ სიტუაციებში ჩანს. გსურს ცვლილებები, მაგრამ აჭიანურებ სტარტს არა იმიტომ, რომ გეზარება, არამედ იმიტომ, რომ სხეულს არ შეუძლია მუხრუჭის განთავისუფლება. გსურს მეტი ფული, მაგრამ ყოველი ახალი შესაძლებლობა იწვევს შენში მიკროდაძაბულობას, რომლის გაცნობიერებასაც ვერ ასწრებ. გინდა სიყვარული, მაგრამ შინაგანად ავტომატურად აქტიურდება ძველი შაბლონი. არ გაიხსნა, ეს საშიშია. გსურს სიმშვიდე, შენი გონება ისევ და ისევ უბრუნდება იმავე ფიქრებს, რადგან ეს მისი მზადყოფნის საშუალებაა. შენ არ ანგრევ შენს თავს. ნერვული სისტემა უბრალოდ იმეორებს იმას, რასაც თვლის ნორმად. და აი რა არის მნიშვნელოვანი. ცხოვრება არ შეიცვლება მანამ, სანამ არ შეიცვლება შინაგანი მდგომარეობა, საიდანაც შენ აღიქვამ სამყაროს. შენ შეიძლება რაღაცებზე იფიქრო, მაგრამ თუ სხეული ვიბრირებს, რომ საფრთხეშია, სამყარო უპასუხებს მის რეაქციას. ის პასუხობს არა სიტყვებზე, არა ვიზუალიზაციაზე, არა აფერმაციაზე, არამედ იმ სიხშირეზე, რომელსაც ატარებ შენი მდგომარეობით. და როდესაც ადამიანი ამბობს, რატომ არის ყველაფერი ისევ იგივენაირად, ეს არასდროს არ არის დამოკიდებული გარემოებებზე. ეს იმიტომ ხდება, რომ სხეულს ჯერ ისევ სჯერა ძველი ისტორიების. კარგი სიახლე კი ის არის, რომ ამის გადაწერა შესაძლებელია. როდესაც სხეული იწყებს უსაფრთხოების შეგრძნებას, ფაქტიურად იცვლება ყველაფერი. საკუთარი თავის შეგრძნება, გადაწყვეტილებები, შესაძლებლობები, მოზიდვა მოვლენების, თავად ცხოვრების ტრაექტორია. და ეს ხდება იმ მომენტში, როდესაც ნერვული სისტემა წყვეტს დაძაბულობის რეჟიმში ცხოვრებას. და პირველად დიდი ხნის განმავლობაში იწყებს ღრმად ამოსუნთქვას, თითქოს შიგნით რაღაც თავის კალაპოტს დაუბრუნდა. ეს მომენტი მთელი სხეულით შეიგრძნობა. ის ივსება. სუნთქვა სტაბილურდება. შიგნით ვლინდება ჩუმი შეგრძნება. მე აქ ვარ. გონება წყვეტს წინ და უკან სირბილს და ირგვლივ სივრცე თითქოს ფართოვდება, რბილდება, სუბუქდება. ამ მომენტში შენ შედიხარ მდგომარეობაში, რომელსაც ადამიანები წლების მანძილზე ეძებენ პრაქტიკების, ტექნიკებისა და რიტუალების მეშვეობით. ეს მედიტაცია არ არის, არც განზრახვა და არც ვიზუალიზაცია. ეს არის მდგომარეობა, რომელშიც
სასურველმა რეალობამ შესაძლოა შენამდეც მოაღწიოს. პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ არ ვამბობ თუ არს შეგნებულად განხორციელებულ ცვლილებებზე. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ რაღაც ახალი მანამ, სანამ სხეული ცხოვრობს თავდაცვის რეჟიმში. მაგრამ როგორც კი გაჩნდება თუნდაც მცირედი უსაფრთხოება, სამყარო მაშინვე იწყებს რეაგირებას. ჩნდება სინქრონიზმები, წარმოიქმნება მოულოდნელი შესაძლებლობები, თავისთავად მოდიან გადაწყვეტილებები. ხალხი იცვლის ტონს, სივრცე შენს რიტმს ერგება. და ეს იმიტომ, რომ შენ წყვეტ ტრანსლირებას რეჟიმის, მე ვიცავ თავს და იწყებ ტრანსლირებას, მე მზად ვარ. სწორედ ამიტომ ნებისმიერი შინაგანი და გარეგანი ცვლილება ყოველთვის იწყება არა ფიქრებით, არამედ სხეულიდან. ფიქრებს შეიძლება სურდეს ყველაფერი, მაგრამ თუ სხეული თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, მას შეუძლია ძველი რეალობის შენარჩუნება. და პირიქით, როდესაც სხეული აცნობიერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, სწორედ აქ და ახლა შენი ველი მომენტალურად გადაეწყობა მის სიხშირეზე. და ეს არის სწორედ ის მდგომარეობა, რომელსაც ძველ სულიერ ტრადიციებში უწოდებენ ყოფნას, ფსიქოლოგიაში რეგულაციას და კვანტურ ფიზიკაში კოჰერენტულობას. სიტყვები განსხვავებულია, მაგრამ არსი ერთი და იგივე. შენ წყვეტ რეალობის დანახვას შიშის პოზიციიდან და იწყებ მის შექმნას სიცხადიდან. და ეს ყოველთვის ჩანს, ყოველთვის იგრძნობა და ეს გადამდებია. ეს ის მომენტია, როდესაც აღარ ცდილობ არაფრის მოზიდვას, მაგრამ ხდები ის, ვისთანაც სამყაროს თავად სურს რეზონირება. გისურვებ უსაზღრო ბედნიერებას.